იმათი გავლენით იყო თუ თავისით ჩამოუყალიბდათ ეგ ამბავი რომ ქართველები ყველაზე ლამაზია ყოველ შემთხვევაში აი მაგალითად სიტყვა გურჯი რაც ქართულს ნიშნავს ხო არაბულ საზოგადოებაში ზოგადად სილამაზის ეტალონი იყო რა გაიგივებული იყო გურჯი არის ლამაზი და მე იქ უკვე პრესტიჟის ამბავი იყო რა ოსმალეთის სულთანს ისევე როგორც ირანში შაჰს თავის ჰარემში ქართველები უნდა ყოლოდა ანუ ეგ ცალსახა ამბავია ვიცით ის ქართველები ვინ იყვნენ და ამის გამო ყველა ადმინისტრაციას აი პროვინციულ მმართველებს, ფაშებს და ასე შემდეგ ყველა ბაძავდა მერე უკვე სულთანს და უნდა რომ ისეთივე ჰარემი ქონოდა როგორც სულთანს ქონდა შეიძლება სულაც არ მოსწონდა ეს ქართველი ქალები და თქვა თუ ვიღა ეთიოპიელები ერჩივნა არ ვიცი ნაკლებად ლამაზები არც ისინი არ არიან მაგრამ ნუ ეს იყო პრესტიჟის ამბავი რომ ქართველი ქალი აუცილებლად უნდა ყოლოდათ ჰარემში ესეთი წარმატებულ იმებს რა